სახალხო კონტროლს წერენ. კანდელაკის 59 ნომერში საცხობი კაფე რაჭა, სარდაფში არის უბინძურესი სამზარეულო, სადაც მზადდება მხალეული სალათები და ასე შემდეგ თხოვთ შეამოწმოთ. იცით რა არის? უკვე რამდენჯერ ყოფილა, რომ ერთს გვწერენ და სულ სხვა ხდება. ყოფილა, თუმცა ისიც იყო, როდესაც მივედით და კიდევ უარესი სიტუაცია დახვდა. უბრალოდ, როდესაც ვუყურებ ახლა აი ამ საცხობს, ხო, კანდელაკის 59 საცხობი რაჭა, უკვე მომწონს და სიამოვნებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად სუფთა მინა, მინის კარი, სუფთა აბრა. მოდით შევიდეთ და ვნახოთ იქნებ შიგნით ხდება რაღაცა საშინელება. ჭერი მოწესრიგებულია, კედლები არაჩვეულებრივია. ნახეთ, აი როგორი სუფთა გაწკრიალებული მაცივარია. ხილი ცივდება. მეორე მაცივარს უბრალოდ კულერს გავწმინდავდი. კულერია გასაწმენდი, თორემ მაცივარი თვითონ გაწმენდილი და გასუფთავებულია. აი კულერს უნდა დასუფთავება. დანარჩენი მაცივარში კოროზიის კვალიც კი არ არის და სუფთა არის. სწორად არის მოთავსებული გასატანი კონტეინერები შეფუთული. გარკვეული რაოდენობა არის გახსნილი და დანარჩენი შეფუთულია და ესეც სწორი არის. ყველაფერი აბსოლუტურად უჟანგავით არის მოპირკეთებული და ესეც სწორია, რა თქმა უნდა. ნიჟარებიც უჟანგავია, პრინციპში რატო მომიწვიეს და რატო მომწერეს, ცოტა მიკვირს, უბრალოდ ალბათ აინტერესებდათ, მაგრამ რაც არ არის სწორი, ეს არის, რომ აი ეს უნდა მივცე შენიშვნა მენეჯერს, რომ აუცილებლად სადმე კარადაში გადაიტანონ და სადაც პროდუქტი ინახება, იქ ქუჩიდან შემოტანილი ჩანთები არ უნდა იყოს. ხალბატონები ყველა მოწესრიგებულია და ყველა თეთრ წინსაფრებში არიან და ლამაზები, სუფთები, მოწესრიგებულები. შეიძლება ფქვილი ეყაროს, მაგრამ ფქვილი არის თეთრი ფერის და არ არის შავი. აი როგორც აქ პროცესი მიმდინარეობს, თეთრია და იცით რა, ფქვილი ბევრია და ფქვილი არის დაყრილი. არა, ფქვილი არის თეთრი, ტვერი არის მუქი. მოდით ამაზე შევთანხმდეთ. აქ რა არის, დავეთვალიეროთ, აქაც მაცივრებია. მაცივრებში არის კონტეინერები ჩაწყობილი, ოღონ კონტეინერები აუცილებელია, რომ იყოს დასტიკერებული. ამ მაცივრებზე მივცემდი რეკომენდაციას, რომ მიალაგოთ და სტიკერებით შეფუთონ ყველაფერი. ეტყობა აქვე ამზადებენ კომპოტებს, ერთჯერად ბოთლებში აქვს მოთავსებული და არ არის აი ძველ მრავალჯერად ბოთლში მოთავსებული და ამასაც მივესალმები. აქ სამრეცხაო არის და აქ მიმდინარეობს ლობიოს მოხარშვა და სამრეცხაო ჭურჭლის რეცხვა. მადონა უკვე ათვალიერებს საცხობს და საცხობი აქედანაც ჩანს, რომ ძალიან სუფთა, ხელთათმანით მუშაობენ ქალბატონი მზარეულები. და ნამდვილად სუფთა. ხედავ ასევე ბადეკარს, ანუ მწერის შეღწევა შეუძლებელია და ისეთი სიგრილია, რომ აქ არც ერთი მწერი არ გაჩერდება, იმიტომ რომ კარგი სასიამოვნო სიგრილია, კონდიციონერი მუშაობს და აგერ მოდით დავათვალიეროთ პროდუქცია. მე როგორც ყოველთვის ვიღებ იმას, რაც ვიტრინებშია და რაც ლამაზად არის განთავსებული. სახალხო კონტროლი არის კაფე რაჭაში კანდელაკის ქუჩაზე. აი ნახეთ როგორი ლამაზი ნამცხვარია. ფასი აწერია, თუმცა ვადა არ აწერია, როდინდელია. ვიზუალურად, გარეგნულად, ნამდვილად კარგად და მიმზიდველად გამოიყურება, ჩანს რომ ახალია და აი ნახეთ ზუსტად ის პროდუქცია, რომელზეც მოგწერეს. აი აქ არის ისპანახი ნიგზით, სალათი მაიონეზით, სტაფილო და ასე შემდეგ, სხვადასხვა კერძები. აი ჩვენ მოგწერეს რომ ეს კერძები მზადდება სამზარეულოში, რომელიც არის სარდაფში. ნახოთ ახლა შევა იქაც მადონა და ნახავთ რა ხდება იმ სარდაფის სამზარეულოში. უი, აქ კიდე ერთი სამზარეულო, აბა ვნახოთ ქვევით რა ხდება. შემოვდივართ მეორე სამზარეულოში, ქალბატონებო მოგესალმებით. ალბათ აქ მომზადება ხდება ნახევარფაბრიკატების, ხო? ვინაიდან ლობიო აქ იხარშება, სავარაუდოდ აქ გადმოდის, აქ მზადდება და მერიადის გამზადებული ზევით, ხო? კი ბატონო, მაქსიმალურად ვცდილობ ობიექტური ვიყო და აი ეს არ მომწონს. ეს უნდა გაირეცხოს. ეს უნდა გაირეცხოს სასწრაფოდ, იმიტომ რომ ორპირის შემთხვევაში და ეხა ორპირია, აი ეს მტვერი გამიჯნული უნდა იყოს, არ შემოვიდეს შიგნით. სტელაჟებზეა ყველა პროდუქტი მოთავსებული, ეხა ზეთი შეფუთული არ არის მნიშვნელოვანი რომ იყოს სტელაჟზე. აქეთ არის რაღაცა ისეთი რამ, რაც ყოველდღიურად არ გამოიყენება და ჩვეულებრივად
საწყობი არის, აი აქ პროდუქტი არ არის, ამაცივარში არის გაყინული პროდუქცია, ნუ სტიკერების პრობლემა აქაც არის, შეფუთულ პროდუქციაზე სტიკერები ქარხნულად რა თქმა უნდა არის, მაგრამ როდესაც მაცივარში დევს, ვთქვათ, აი ხორცი ან თევზი ან არ ვიცი ხა რა არის, ხელით არ მინდა შევეხო, სტიკერები უნდა იყოს ყველგან. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ აი ამის არსებობა, ეს არის მტვერის ბუდე ჩვეულებრივად და მტვერი აქ დაგროვდება. მაცივრები დასასუფთავებელია. სტიკერები ცოტა ადრე უნდა მიგეკრათ, კარგად ვერ მოასწარით, მიკვრა, ან კარგად მაინც მიაკარით. არა უშავს, ყოველ შემთხვევაში ეს მწარე დაგამახსოვრდებით, რომ აუცილებლად აწის სტიკერები სულ გექნებათ. დანარჩენი კონტეინერები გაპრიალებულია. კულერი, აი შეხედეთ. აი ამდენი რამე გაქვთ გოგოებო გაკეთებული. ვუყურებ რომ ყველაფერს აკეთებთ აბსოლუტურად და თქვენთვის სულ ერთი მომხმარებლის აზრი და მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქტი სულ ერთი არ არის. ამას მივესალმები რა თქმა უნდა და უბრალოდ აი გთხოვთ რომ ბოლომდე მივიყვანოთ. იცით მე მინდა შევაქო ეს საცხობი რაჭა. იმიტომ რომ ძალიან კარგად არის როგორც ინტერიერი, ექსტერიერი და ასევე სამზარეულო, რაც ვნახეთ, უხეში დარღვევები ნამდვილად არ აქვს. არანაირი ბინძური და საშინელება, აი არაფერი მსგავსი არ იყო. რაღაც პატარა დარღვევები იყო, რომელიც ყველა ობიექტზე არის, მაგრამ ნამდვილად ის ინფორმაცია, რომელიც წერილში იყო, არ დადასტურდა. პროდუქცია არის სანდო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად შეიძლება მისი შეძენა და მირთმევა და ჩვენ როგორც ვხედავთ, აქ გემრიელად მიირთმევენ სტუმრები, კაფეს სტუმრები და ძალიან მოსწოთ კიდევაც. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა კიდევ ერთხელ განმარტოთ, რომ ჩვენ თითოეულ წერილს კითხულობთ და შემდეგ მიდის განხილვა სახალხო კონტროლის გუნდის მიერ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყოველთვის არ დასტურდება ის ინფორმაცია, რომელიც არის ნახსენები მესიჯებში და ტექსტურ შეტყობინებებში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენ მუშაობთ დღეს თბილისში და ეს არის კანდელაკის 49 საცხობი რაჭა.